სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება გადაიდო. ცვლილებები ძალაში მარტიდან შევა. სიახლის მიხედვით სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვა და ტრენინგებზე დასწრება სავალდებულო ხდება. ასევე სტომატოლოგიური კლინიკების ყველა ექიმი ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს არანაკლებ 20 ქულას. სიახლეს მიესალმებიან ველისციხის სტომატოლოგიურ კლინიკაში. მარიამ ჭიჭიკაშვილის განმარტებით იგი ყველა შესაბამის პირობას ამ დროისთვისაც აკმაყოფილებს. ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა შეღავათი და ეს მოთხოვნილება გადაიწია 1 მარტამდე. და ჩვენთვის სტომატოლოგებისთვის არის ძალიან მისაღები. ჩვენი კლინიკა ემსახურება თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ, ორთოდონტული პაციენტებს. ჩემი ყველა ექიმი აბსოლუტურად მზად არის 2025 წლის შედეგებისთვის. უკვე დეკემბრის თვეში გქონდა ჩვენ დაგროვებული ეს ქულები და რა ვიცი, ჩვენ ისედაც ყოველთვის ვესწრებით ტრენინგებს, მასტერკლასებს, რომ ჩვენი პაციენტებს გავუწიოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. დღევანდელ მედიცინაში და ზოგადად განვითარებულია ყველაფერი და განვითარება და ცოდნის ამაღლება ყველასთვის საჭირო.